თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკას პულსი. რიტმი, რომელსაც უნდა უსმინო, სამედიცინო რუბრიკა პულსი რადიო ედუსტრიმზე. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა პულსი. მე ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღეს ვიმყოფები ესთეტიკის ცენტრი MedPerfect-ში. ჩვენი გადაცემის თემა ეს არის ჭაბთმიანობასთან ბრძოლა. ათეულობით წლის წინ ძალიან ბევრი სხვადასხვა მტკივნეული საშუალება არსებობდა, თუმცა დღეს უკვე ლაზერული ეპილაციის საშუალებით სულ უფრო მეტად მარტივდება ჭარბით მის მოშორება. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმრები არიან ლაზეროთერაპევტი მარიეტ მსხვილიძე და ასევე დერმატოკოსმეტოლოგი და ლაზეროთერაპევტი ნანა ჩილინგარაშვილი. ჩემი გადაცემის სტუმრები უფრო დეტალურად გვეტყვიან თუ რა შესაძლებლობები აქვს ლაზერულ ეპილაციას, ასევე რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა უშუალოდ პროცედურის ჩატარებამდე, ასევე პროცედურის შემდგომ და ზოგადად დაგეგმარება ლაზერული ეპილაციის დროს. მოგესალმებით გოგოებო, ძალიან დიდი მადლობა რომ აქვს საშუალება დღეს თქვენთან ესთეტიკის ცენტრში ვიმყოფებოდა და ჩემს მსმენელებს და მაყურებლებს გავიზიაროთ და ავუხსნათ ზოგადად რასთან არის დაკავშირებული ლაზერული ეპილაციის პროცედურები, რა უნდა გაითვალისწინონ და ასე რომ ვიმედოვნებ დღევანდელი ჩვენი გადაცემა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდება და ინფორმაციული ჩვენი მაყურებლებისთვის. მადლობა შენ პირიქით, რომ გვესტუმრე დაინტერესდი ეს ვთქვათ ჩვენი ესთეტიკის ცენტრით და მოხალხლები ვიქნებით ნამდვილად საინტერესო ინფორმაცია მივაწყდოთ მაყურებელს, ესე ვთქვათ. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს და ნანას სიტყვებს დავესესხები, ესე ვთქვათ, ნამდვილად იმედია ჩვენს ამდენ წლიან გამოცდილებას, რასაც პაციენტებს უზიარებთ ხოლმე. ეხლა თქვენთან ვისაუბრებთ და ბევრი ადამიანი ვთქვათ დეტალური ინფორმაციას მიიღებს ლაზერული ეპილაციის შესახებ. გოგოებო, სანამ ესე უშუალოდ გადავავდით ლაზერის შესაძლებლობებზე და იმ ფაქტორებზე თუ რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, ალბათ საინტერესო იქნება თუ გაგვიზიარებთ, საიდან იწყება თქვენი ისტორია. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ხანგრძლივი გზა გაიარეთ იმისთვის, რომ აი აქამდე მოსულიყავით და დღეს ესეთ მშვენიერ გარემოში ხვდებით პაციენტებს, სადაც არის სისუფთავე, მყუდრო გარემო და სთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სერვისებს. კი ბატონო, ესე იგი მე ზოგადად რა თქმა უნდა განათლება მაქვს, უმაღლესი სამედიცინო განათლება მაქვს, მაგრამ რაღაც პერიოდი აღმოჩნდი სულ სხვა სფეროში, ესე ვთქვათ, მიწევდა ბავშვებთან სკოლაში ურთიერთობა და ძალიან კარგად გავიხსენებ იმ წლებს, მაგრამ შემდეგ უკვე მინდოდა ჩემი სპეციალობით წავსულიყავი ისევ ამისთვის ვიშრომე, ესე ვთქვათ, საკმაოდ ბევრი და შემდეგ უკვე აღმოჩნდი ერთ-ერთ კლინიკაში, ყველაზე ცნობილ კლინიკაში, კლინიკა მედიში, სადაც დავიწყე ლაზეროთერაპევტად მუშაობა. შემდეგ უკვე გავიარე კოსმეტოლოგიის შემსწავლელი კურსები და ესე ვთქვათ, უკვე ჩვენს კლინიკაში გავაგრძელე აქტიურად მუშაობა. გარდა იმისა, რომ ხარ ლაზეროთერაპევტი, ასევე ხარ დერმატოკოსმეტოლოგი კი ბატონო. მე თქვენი ისტორია როგორ ჩემი ისტორიაც იწყება კლინიკა მედიდან 2013 წელს დავიწყე მოღვაწეობა მედიში. სხვა პროფილით ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდი, 2 წელი მუშაობდი მედიში, მერე უკვე ჩვენ საკუთარ ესთეტიკის ცენტრის გახსნა გადავწყვეტეთ და ჩვენი გამოცდილება გვინდოდა რომ ჩვენ საკუთარ ბიზნესში გამოგვეყენებინა. რა თქმა უნდა,
გამოვიყენეთ ნამდვილად ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და ლაზეროთერაპევტად უკვე 2 წელია, რაც ვმუშაობ. გადამზადების შემდეგ, რა თქმა უნდა, უშუალოდ პაციენტებთან მაქვს შეხება. რამდენი წელია რაც თქვენი ესეთიკის ცენტრი არსებობს? 4 წელია, რაც არსებობს. ზუსტად 4 წელი. კარგი, იქნება განვიხილოთ ზოგადად ალექსანდრების ლაზერი რა არის, რა შესაძლებლობები აქვს მას, რითი განსხვავდება სხვა ლაზერებისგან. ამასთან ამიტომ მაყურებლებს ვუთხრა, რომ აი 10 წლის წინ მსგავსი შესაძლებლობები ალბათ ძალიან იშვიათი იყო და შეიძლება გამოგონილიც არ იყო. მახსოვს ჩემი უფროსი თაობის ადამიანებისგან, რამდენად ქიმიურ პროცედურებს იტარებდნენ იმისთვის, რომ ჭარბ მასთან ბრძოლა მქონოდეთ და არც თუ ისე ეფექტური იყო, მაგრამ დღეს უკვე საქართველოშიც მათ შორის ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს და ერთ-ერთი ეს არის ლაზერული ეპილაციის კურსი, რაც შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა და ებრძოლოს ჭარბ თმიანობას. კი ბატონო, ზოგადად ჩვენთან კლინიკაში 2 ტიპის ლაზერი გვაქვს, გვაქვს ალექსანდრიტის ლაზერიც და გვაქვს დიოდური ლაზერიც. ასე რომ აქ მოსულ პაციენტს თავისუფლად შეუძლია არჩევანი გააკეთოს, რომელი ლაზერი ჩაიტაროს. ლაზერიც ჩაიტაროს მოკლედ აღნიშნული პროცედურა. ეხლა რაც შეეხება ალექსანდრიტის ლაზერს. ალექსანდრიტის ლაზერის ტალღის სიგრძე არის 755 ნანომეტრი, რომლის მოქმედება დამოკიდებულია პიგმენტ მელანინის არსებობაზე თმის ხერში. ეს სხივი ახდენს ამ პიგმენტის იდენტიფიცირებას და შემდეგ უკვე უშუალოდ მოქმედებს თმის ფოლიკულზე. ალექსანდრიტის ტიპის ლაზერი შესაძლებელია გაკეთდეს პირველი, მეორე, მესამე ტიპის კანზე. აუცილებლად უნდა მოხდეს კანისა და თმის ტიპის შერჩევა. ღია ფერის თმასა და მუქ კანზე უფრო ეფექტურია, ვიდრე ვთქვათ ღია ფერის თმაზე. ღია ფერის თმაზე უფრო ეფექტური არის დიოდური ლაზერი. აი ამ კანის ტიპის და თმის ტიპის შერჩევაზე უშუალოდ თქვენ ახდენთ განსაზღვრას, როგორი ტიპის არის და ეფექტური არის თუ არა, თუნდაც აი ამ ალექსანდრების ლაზერის გამოყენება თუ ვთქვათ საჭიროა თუნდაც ენდოკრინოლოგთან მოხდეს კონსულტაცია და იმის მიხედვით განსაზღვროს როგორი კანის ტიპისა და თმის ტიპის შეფასება ხდება ექიმი ლაზეროთერაპევტის მეშვეობით. ანუ აუცილებელია პაციენტმა გაიაროს კონსულტაცია, თვითონ ექიმი შეარჩევს, როგორი ტიპის ლაზერი ესაჭიროება პაციენტს, შეაფასებს ტიპს, თმას და შესაბამისად უკვე შესაძლებელია დაიგეგმოს პროცედურის ჩატარება. ასევე ექიმთან კონსულტაციის დროს შესაძლებელია მოხდეს სატესტოდ რამდენიმე იმპულსის დასხივება, იმიტომ რომ შესაძლებელია თმა იყოს ღია ფერის, მაგრამ ძილი ქონდეს, ბლოქი ქონდეს მუქი და შესაძლებელია ამ შემთხვევაში ეფექტური იყოს ალექსანდრიტის ლაზერი. გარდა იმისა, რომ ეფექტურობაზე საუბარი შეიძლება პაციენტებს დაინტერესოთ, აქვს თუ არა რაიმე გვერდითი მოვლენები ალექსანდრიტის ლაზერს. გვერდით მოვლენებს რაც შეეხება, ეს არის ადგილობრივი ჰიპერემია, პროცედურის შემდეგ შეიძლება იყოს ადგილობრივი ჰიპერემია, იგივე სიწითლე, შესაძლებელია მივიღოთ კანის დამწყობა, შესაძლებელია მექანიკური გაღიზიანება მოხდეს, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ბლოქების გაღიზიანება ხდება და შესაბამისად არის ხოლმე მცირე ზომის გამონაბარი. სხვა ტიპის გართულებასთან არ გვაქვს საქმე. ალბათ მაშინ როდესაც პაციენტი დაიწყებს ალექსანდრების ლაზერის პროცედურების ჩატარებას, თავისთავად აქვს გარკვეული რეკომენდაციები პროცედურის დაწყებამდე რა უნდა გაითვალისწინოს და პროცედურის შემდგომ რა უნდა გაითვალისწინოს იმისთვის, რომ შედეგი მაქსიმალურად იყოს კარგი. კი ბატონო, აუცილებელი არის რეკომენდაციების დაცვა. როდესაც პაციენტი გადაწყვეტს ალექსანდრების ლაზერის ჩატარებას, იქამდე აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები. არ არის სასურველი 2-3 კვირით ლუჯის მიღება. ასევე შეეხება ავტორუჯსაც. ამ შემთხვევაში არ არის პროცედურის ჩატარება სასურველი, რადგან შეიძლება კანი დავაზიანოთ, მივიღოთ დამწყობა. ეს პერიოდი აუცილებლად უნდა იყოს გასული. ასევე შემდგომ პროცედურის შემდგომაც რომ ვისაუბროთ, იგივენაირად აუცილებლად 2-3 კვირის განმავლობაში არ შეიძლება რუჯის მიღება, იგივე ავტორუჯი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალექსანდრიტის პროცედურის ჩატარების დროს თმა უნდა იყოს კანზე ამოსული 2-3 მილიმეტრით მაინც, რომ აღიქვას ლაზერმა და შესაბამისად ჩატარდეს პროცედურა.
რა თქმა უნდა, პროცედურას ქალბატონებზეც ატარებდა, ეს არის მამაკაცებზე, თუმცა მე ხშირად ხოლმე შეიძლება ეს არის მითი, მაგრამ ჩემთვის საინტერესოა ვიცოდე, თუნდაც მენსტრუაციის პერიოდის დროს რამდენად არის დაშვებული ლაზერული ეპილაციის გაკეთება, იმიტომ რომ ამ დროს ხშირად მომისმენია, რომ კანი მეტად სენსიტიურია და ხშირად ერიდებიან ხოლმე პაციენტები. პეტრენო, ამაში ნამდვილად დაგეთანხმდები, ამ შემთხვევაში კანი ძალიან სენსიტიურია, უფრო გრძნობიერია და პაციენტისთვის ესე ვთქვათ, უფრო მეტად მტკივნეული არის რაიმე კონკრეტული პროცედურის ჩატარება კონკრეტულ ზონაზე. ეხლა ვიწყებთ ალექსანდრიტის ლაზერით პროცედურის ჩატარებას აღნიშნულ ზონაზე, ამ შემთხვევაში ფეხზე. ეხლა მოხდება უშუალოდ ენერგიის შერჩევა აღნიშნული ტიპის კანისთვის. ამ შემთხვევაში შევარჩიეთ მაღალი ენერგია. მოვირგოთ სათვალე. შესაბამისად ვარჩევთ მაღალ ენერგიას აღნიშნული ტიპის კანისთვის და ვიწყებთ პროცედურის ჩატარებას. ახლა რომ გადავიდეთ დიოდურ ეპილაციაზე, ხშირად ხოლმე ალბათ საზოგადოებაში, როდესაც ახსენებენ ლაზერულ ეპილაციას, მოდის ეგრევე წარმოადგენაში, რომ ეს არის ალექსანდრიტის ლაზერი და დიოდზე ცოტა სხვა წარმოდგენები აქვს, მაგრამ რეალურად ისიც არის ლაზერული ეპილაცია. ახლა მარიტას ვკითხოთ, ზოგადად რა არის დიოდური ეპილაცია და როგორ ხდება აი ამ დიოდური ეპილაციის ეფექტურობის განსაზღვრა პაციენტებში. დიოდური ლაზერი არის მონოქრომატული სინათლის სხივი, რომელიც აგექმება შთაინთქმება თმის ბოლქვის მიერ და ამის შედეგად უკვე ხდება თმის ბოლქვის დაზიანება და შემდეგ უკვე როდესაც ამოდის კანის ზემოდან ხდება უკვე თმის დაცვენა. დიოდური ლაზერი ეს არის ასევე ძალიან ეფექტური, ესე ვთქვათ, ღია ფერის თმაზე განსაკუთრებით და ასევე მუქი ფერის კანზე. ანუ ალექსანდრიტის ლაზერთან შედარებით, ანუ განსხვავებით, დიოდურ ლაზერზე გვაქვს საშუალება პროცედურა ჩატარდეს რუჯის მიღების შემდეგ, ვთქვათ, 3-4 დღის შემდეგ, თუ რა თქმა უნდა, გახიზიანებული არ არის კანი და დამწვრობა არ აქვს პაციენტს მიღებული, ასევე სანამ რუჯს მიიღებს პაციენტი, 3-4 დღით ადრე შეგვიძლია პროცედურის ჩატარება. ერთ-ერთი რეკომენდაცია კიდევ რაც არის დიოდური ლაზერის ჩატარების წინ, თმა აუცილებლად უნდა იყოს კანზემოდან მოშორებული საპარსის საშუალებით 4-6 საათით ადრე, რადგან კანმა, ვთქვათ, გაღიზიანება თუ იქნება, კანი დამშვიდდეს და შემდეგ უკვე მოხდეს პროცედურის ჩატარება. აქვს თუ არა რაიმე სხვა გვერდითი მოვლენები უშუალოდ დიოდური ლაზერის? გვერდითი მოვლენები ძირითადად დიოდური ლაზერით როდესაც იტარებს პაციენტი პროცედურას, ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად არის დამწვრობის საშიშროება, თუ რა თქმა უნდა გაითვალისწინებს პაციენტი ექიმი ლაზეროთერაპევტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია არის ვთქვათ, რომ მზის სხივები არ უნდა მიიღოს, რუჯი არ უნდა მიიღოს, ვთქვათ, რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ ვთქვათ, იშვიათად ხდება გაღიზიანება, მაგრამ თუ გაღიზიანებული აქვს კანი დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო აუცილებლად უნდა გამოიყენოს და თუ გართულება მოხდა, თავის ლაზეროთერაპევტს უნდა მიმართოს აუცილებლად და შემდეგ ის სხვა რეკომენდაციებს გასცემს. პირველ რიგში ვაკეთებთ ანალიზს თმის და კანის ტიპის. კანის ტიპის მიხედვით და ბოლქვის სისქის მიხედვით ვადგენთ, რა ენერგიით უნდა მოხდეს პაციენტთან პროცედურის ჩატარება. ამ შემთხვევაში კონკრეტულად კეთდება ხელზე პროცედურა.
რახან პაციენტს შედარებით მუქი ტიპის კანი არ აქვს. ასევე თხელი თმის ბოლქვი აქვს. ამ შემთხვევაში მოხდება პროცედურის საშუალო ენერგიით ჩატარება. ჩვენი ახალი თანამედროვე 4-სხივიანი აპარატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რაც უნდა მაღალი ენერგიით ვიმუშაოთ. პაციენტისთვის არის კომფორტული, არის უმტკივნეულო ამ შემთხვევაში. კანის ზედაპირი მომზადდება სპეციალური გელის საშუალებით. ახლა ჩვენ დავუმუშავებთ. კანის ზედაპირზე გადავანაწილებთ გელს და შემდეგ მოხდება პროცედურის ჩატარება. რა თქმა უნდა, პროცესის დროს ვაზუსტებთ პაციენტთან, არის თუ არა მტკივნეული და შემდეგ ვაგრძელებთ პროცედურის გაკეთებას. ალბათ პაციენტებს შეიძლება გაუჩნდეთ ესეთი კითხვა, რამდენად მტკივნეული პროცედურაა. თითოეული მათგანი, თუნდაც ალექსანდრიტის ლაზერი ან დიოდური ლაზერი, იმიტომ რომ მაინც ხდება დღესდღეობა და ჩვენ ვისაუბრებთ, რომ შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, შეიძლება რაღაც გაღიზიანება. ეს რო ხალხს დაუხსნათ ჩვენი პაციენტებისთვის, რა აზია დამოკიდებული მეტკინება თუ არ მეტკინება. ლაზერული ეპილეციის ჩატარების შემთხვევაში, ვთქვათ, ალექსანდრიტის ლაზერი იქნება თუ დიოდის ლაზერი იქნება, ამ შემთხვევაში ორივე ლაზერს აქვს გაგრილების ეფექტი, რომელიც პაციენტს უქმნის უფრო მეტად ასე ვთქვათ, ნაკლებად მტკივნეულობის პროცედურას. ვერ ვიტყვით, რომ სრულად უმტკივნეულოა, მაგრამ ეს კრიოსისტემა მაინც უზრუნველყოფს დისკომფორტი აღარ ექნება, ესე ვთქვათ, პაციენტს ტკივილის. ნაკლებად მტკივნეულია. ვერ ვიტყვით, რომ უმტკივნეულოა. უეკლოდ ვარდი არავის მოუკეთია შესაბამისად, ალბათ ესეც გარკვეულწილად დაკავშირებულია ტკივილებთან და აი მაგალითად ესთეტიკური კუთხით სახის მიდამოება არის ყველაზე ისეთის, რომელიც ჩანს საზოგადოებაში და შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რომელი ლაზერული ეპილაცია არის უფრო ეფექტური სახის თანამდებობაში. ისევ და ისევ განმეორდებით, გააჩნია როგორი ტიპის კანი აქვს პაციენტს. ისევ და ისევ ხდება ექიმი ლაზეროთერაპევტის მიერ შერჩევა. ეხლა თუ მაგალითად გვაქვს მუქი პიგმენტი, პიგმენტი თვითონ ბოლქვი არის მუქი, ხო, შესაბამისად შესაძლებელია ალექსანდრიტის ლაზერის ჩატარება. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ლაზერი ვერ აღიქვამს პიგმენტს, შესაბამისად ალექსანდრიტის ლაზერი ვერ ჩატარდება და შეგვიძლია გავაკეთოთ, ვთქვათ, დიოდური ეპილაცია. ხშირად არის ხოლმე, რომ ქალბატონებისგან მომისმენია, რომ თუნდაც სამართლებრივ სახის გაბასვა და მერე დიოდური პროცედურები ცოტა რაღაცა სტერეოტიპულად შეიძლება გონიათ, რომ საფრთხის შემცველია და უფრო შეიძლება გამრავლდეს. ბოლქვები მის რაოდენობას ახლა მაგრამ ეს დამოკიდებულია პაციენტის ორგანიზმზე, რა თქმა უნდა, შეიძლება ალექსანდრიტის ლაზერიც გაიკეთოს, მაგრამ პაციენტი იყოს უკმაყოფილო, რომ აი ვთქვათ, თმის რაოდენობა მოიმატა. მაგრამ როდესაც პიგმენტი არის, ვთქვათ, ღია ფერის და მუქი ფერის კანი აქვს, ამ შემთხვევაში დიოდური ლაზერით როდესაც იტარებს პაციენტი, ჩვენ გვაქვს საშუალება შედარებით მაღალი ენერგიით ვაკეთოთ. განსხვავებით გვერდით ალექსანდრიტის ლაზერისგან და ამ შემთხვევაში უფრო ეფექტურია ხოლმე დიოდური ლაზერი. მაგრამ განმეორდები, რომ ანუ ინდივიდუალურია ყველა პაციენტთან, ანუ შეიძლება რაღაც ზონაზე დიოდური ლაზერი იყოს ეფექტური, ვთქვათ, ერთ კონკრეტულ პაციენტზე, მაგრამ სხვა იგივე ზონაზე ალექსანდრიტი ხო. არსებობს თუ არა რაიმე ასაკობრივი შეზღუდვები? თუნდაც რამდენად არის დასაშვები თინეიჯერებში ამ პროცედურის ჩატარება, ან რა ასაკიდან არის უფრო მეტად რეკომენდირებული. რეალურად თინეიჯერობის ასაკში ხდება ჰორმონების დისბალანსიც, ჩამოყალიბება ხდება ორგანიზმის და რამდენად არის რეკომენდაცია, რომ თუნდაც ამ პერიოდში ჩაიტაროს პაციენტმა შესაბამისი პროცედურა. ზოგადად ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს ამ შემთხვევაში.
10-12 წელს შესაძლებელია რომ მოზარდმა ჩაიტაროს პროცედურა. არსებობს თუ არა მითები, რაც ლაზერულ ეპილაციას უკავშირდება თქვენ პრაქტიკაში თუ შეგხვედრიათ მსგავსი მითები, იმიტომ რომ საზოგადოებაში სანამ რაღაცას არ გამოცდიან, სანამ პროცედურას არ ჩაიტარებენ, რაღაცა სხვანაირი წარმოდგენები აქვს. ამიტომ თქვენ რა შეგხვედრიათ და რა მითები, ნუ ეხლა ჩვენს პრაქტიკაში რაც შეიძლება გავიხსენო ეხლა ამ მომენტში ვთქვათ, ერთი კონკრეტული ზონის გაკეთების შემთხვევაში რადიკალურად სხვა ზონაზე, ვთქვათ, დათმიანება მოიმატა ამ პაციენტის შემთხვევაში სხვა ზონაზე, მაგრამ ეს არის დაუშვებელი. კონკრეტულად აი მაგალითად პაციენტი როდესაც ერთ ზონას იკეთებს, აუცილებლად მეორე ზონის დაფიქსირება ხდება შპატელით. და სხივის გაფანტვა არ ხდება სხვა ზონაზე. ანუ ეს არის დაუშვებელი. და ძირითადად ზოგჯერ არის ხოლმე ეს მითი, რომ აი რაღაცა სხვა ზონაზე ამოუყვანა პაციენტს თმა. ხო, კიდევ არის ხოლმე ესეთი მითი, რომ ლაზერული ეპილაცია იწვევს რაღაცა გარკვეულ დაავადებებს. როგორც არის ვთქვათ, სიმსივნე და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის ნამდვილად მითი, რადგან ტალღის სიგრძე არ აქცევს ძალიან ღრმად. შესაბამისად, დაუშვებელია სხვა გართულებები გამოვიწვიოთ. ესე ვთქვათ, ეს ისედაც ყველა ლაზეროთერაპევტმა იცის, რომ სიმსივნური დაავადებების დროს არ კეთდება ეპილეფსიის დროს და ასე შემდეგ. მითია თუ რეალობა, რომ შეიძლება ლაზერული ეპილაციის შემდგომ იღლის ზონაში გამოთქვეს სუნი ან ჭარბი ეფრის გამოყენება. ეს უფრო რეალობა არის, ვიდრე მითი, ვიცხოვდი, იმიტომ რომ დასხივების შედეგად, ანუ სხივის მოხდრის შედეგად, იღლიაში არსებობს ჯირკვლებზე, ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ჯირკვლების გაღიზიანება საწყის ეტაპზე, რადგანაც მეზიადგილია და გაღიზიანების შედეგად შესაძლებელია წარმოიქმნეს ჭარბი ეფრიანობა და ასევე სუნიც, მაგრამ ეს არის დროებითი, შეიძლება რამოდენიმე პროცედურის შემდეგ აღარც ეფრიანობა ჰქონდეს პაციენტს აღინიშნობოდეს და არც ასე ვთქვათ სუნი. არსებობს თუ არა ესეთი დაავადებები, სადაც რეკომენდირებული არ არის ლაზერული ეპილაციის გაკეთება. მანამდე ახსენე, თუნდაც ეპილეფსია. მის მსგავსად არის თუ არა ესეთი დაავადებები, რა დროსაც თავს იკავებთ, პროცედურები განახორციელოთ. ძირითადად არის ეს დაავადებები, ეპილეფსია და სიმსივნური დაავადებები, რომლებზეც არ შეიძლება შესაძლებელია პროცედურის ჩატარება იმ შემთხვევაში, თუ უკვე ამ დაავადების დამარცხება მოხდა. ჩვენ გვყავს პაციენტები, რომლებმაც დაამარცხეს ეს დაავადება, გავიდა გარკვეული პერიოდი და თავისი ექიმის, ესე ვთქვათ, რეკომენდაციით მოგზაურდნენ და ჩაიტარეს პროცედურები. ხშირად არის ალბათ შემთხვევები, რომ მოდიან ესეთი პაციენტები, ვისაც შეიძლება სახის ზონაზე ან სხვა ზონებზე ჰქონდეთ ხარი. და ესეც შეიძლება გარკვეულწილად იყოს საფრთხის შემცველი. ამ დროს როგორ ხდება შეფასება, როგორ ხდება თერაპიის ჩატარება და ამასთანავე ტატოც, ხო, მე როგორც ვიცი, ტატოზე ლაზერის მოხვედრა არის ერთ-ერთი საფრთხის შემცველი, რომ შეიძლება ის დაწვას, ფირი გადაავადდეს და ასე შემდეგ. ანუ რა ზომები უნდა მიიღოს პირველ რიგში პაციენტმა ასეთ დროს და შემდგომ უკვე როგორც თქვენ ექიმები როგორ ერევით. ამ შემთხვევაში რაც შეეხება ხალებს, ხალზე დასხივება არ შეიძლება, ხდება დაფიქსირება შპადელით, გარშემო მუშავდება ლაზერით. რაც შეეხება ტატუს, ტატუზეც არ შეიძლება ეპილაციის გაკეთება, რადგან შესაძლებელია პიგმენტია და შესაძლებელია დაზიანდეს. ამიტომ ტატუს გარშემო ხდება კანის დამუშავება. რამდენად უსაფრთხოა პროცედურების ჩატარება ლაქტაციის დროს ან ორსულობის დროს? ხშირად გამიგია, რომ ორსულობის დროს ერიდებიან, იმიტომ რომ ეს დასხივებები შეიძლება მოქმედებდეს ნაყოფზე და ასევე ლაქტაციის დროსაც და ისენაც როგორში მახსოვს, რომ როგორ ელოდებიან თუნდაც ბავშვს და ზუცის წოვა და ეგრევე ეპილაციაზე წამოვიდნენ. ეს ქალბატონებისთვის ეს რაღაცა მომენტები არის,
ხშირ შემთხვევაში ჩავარდნილ პროცედურიდან პროცედურამდე და შეიძლება ეს ეფექტი, რაც მანამდე მიიღო აი ამ კურსის გავლის შემდგომ, რაღაცა წყალში ჩახრილი გამოვიდეს. ამიტომ რას ეტყოდით ორსულებს, მეცურქალებს და გაითვალისწინონ ამ დროს და რამდენად არის დაშვებული. კი ბატონო, ჩვენთანაც არის ხოლმე ეს ხშირი მომართვიანობა გვაქვს, ესე ვთქვათ, ორსულების მხრიდან. ზოგადად თუ ვისაუბრებთ, სასურველი არ არის, რომ თუნდაც ორსულობის პერიოდში და ლაქტაციის პერიოდში ჩატარდეს პროცედურა. მაგრამ კიდევ განმეორდები, ან იმდენად უსაფრთხო პროცედურა არის, რომ რიგ ვთქვათ, გართულებებს არ იწვევს. სასურველი არის პრაქტიკიდან გამომდინარე, სასურველი არის, რომ პირველ ტრიმესტრში, ორსულების პირველ ტრიმესტრში არ ჩატარდეს პროცედურა, ტრიმესტრის შემდეგ რა თქმა უნდა, თავისი გინეკოლოგის ნებართვით შესაძლებელია ჩატარდეს პროცედურა, ისიც გარკვეულ უბნებზე. ვთქვათ, სახეზე ჩაიტარონ, ვთქვათ, ხელი გაიკეთონ და იღლია, ესე ვთქვათ, მინიმალური ზონები. და ანალოგიურად ლაქტაციის პერიოდშიც. რა ინტერვალების დაცვა საჭიროა თითოეული ლაზერული ეპილაციის პროცედურის ჩატარებისთვის, რომ პაციენტმა მაქსიმალური შედეგი მიიღოს და იყოს მოყოფილი. ალექსანდრიტის ლაზერის შემთხვევაში სასურველია პროცედურა ჩატარდეს თვე-ნახევარი 2 თვის ინტერვალით, რომ მიიღოთ სასურველი შედეგი. რაც შეხებადიოთ, ალბათ ცოტა უფრო განსხვავებული კი, განსხვავებულია. ამ შემთხვევაში დიოდური ლაზერით ჩატარების შემთხვევაში პაციენტი როდესაც იტარებს პროცედურას, ინტერვალი უნდა იყოს 25 დღე, მაქსიმუმ 1 თვე, რათა პაციენტმა მიიღოს სასურველი შედეგი. მაგრამ ეს შეეხება პირველ რამდენიმე პროცედურას. რამდენიმე პროცედურის შემდეგ, როდესაც პაციენტი სასურველ შედეგს იღებს, აქაც ინტერვალი იზრდება. რა თქმა უნდა, თვე-ნახევრიან 2 თვიან ინტერვალზე გადავდივართ. და მერე უკვე თანდათან კიდევ უფრო იზრდება ინტერვალები, როდესაც სასურველ შედეგს იღებს პაციენტი. ზოგადად დადგენილია თუ არა ორი ლაზერის შემთხვევაში, აი რამდენი პროცედურის შემდგომ გაქრება თმა. ეს მაინც არის ინდივიდუალური. ზოგ შეიძლება რამოდენიმე სამოთხ პროცედურაში კონდეს შედეგი, აქ საუბარია არის თმის გაქრობაზე, საუბარია არის თმის შემცირებაზე ეტაპობრივად, ზოგ შეიძლება დაჭირდეს 7-8 პროცედურა და ასე შემდეგ. როგორც მარიეტამ აღნიშნა, ან ორივე ლაზერის შემთხვევაში ნელ-ნელა უკვე თმის შემცირება ხდება და შესაბამისად ხდება ინტერვალის გაზრდა. და შემდეგ უკვე ვიღებთ სასურველ შედეგს, ასე რომ ვთქვათ. შესაძლებელია თუ რა ლაზერული ეპილაციის პროცედურის ჩატარება სხეულის ყველა ზონაზე. დიახ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სასურველ ზონაზე პროცედურის ჩატარება, რა ზონაზეც პაციენტს სურს, სადაც ჭარბი თმა არის და პაციენტს უნდა არასასურველი თმის მოშორება, ამ შემთხვევაში ნებისმიერ ზონაზე შეგვიძლია პროცედურა ჩატარდეს. ესახება ორივე ტიპის ლაზერს, როგორც ალექსანდრიც, ასევე ტიგრის. სანამ ალბათ ამ მიმართულებით ეწოდით მუშაობა, შესაბამისი სასწავლო კურსებიც გაიარა. მინდა ჩვენი მაყურებლებისთვის უფრო მეტად გასაგები გავხადოთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტი იყოს მცოდნე და გამოცდილი, იმიტომ რომ ბევრია შემთხვევა და პრაქტიკაშიც გამიგია, რა ითქვა, ორბერიანი კურსის შემდგომ დაუწყია ჩვეულებრივად თუნდაც იმ ლაზერული ეპილაციების ჩატარება პაციენტებზე, მაგრამ სხვადასხვა საბაღელო შედეგებიც მოყვა. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იყოს სპეციალისტი განსწავლული და შესაბამისი კურსები ქონდეს გავლის. აუცილებელია სპეციალისტი იყოს კვალიფიციური, რათა სწორად მოხდეს თუნდაც პროცედურის დაგეგმა, პროცედურის ჩატარების მიმდინარეობას მივცეთ სწორი მიმართულება, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები, თუნდაც ესეთი გართულება, როგორიც არის კანის დამწვრობა. გარდა იმისა, რომ თქვენი ესთეტიკის ცენტრი სთავაზობს ლაზერული ეპილაციის სერვისს, შენ ასევე ხარ დერმატოკოსმეტოლოგი, ხო, შესაბამისად სხვა შესაძლებლობებიც გექნებათ პაციენტებისთვის. ჩვენ მაყურებლებს რომ ვთხრათ, აი, როდესაც მოვლენ ახალციხის მაცხოვრებლები ესთეტიკის ცენტრი MedPerfect-ში, რა სერვისები გახლდათ? ჩვენს ესთეტიკის ცენტრში გარდა ლაზერული ეპილაციისა, ასევე გვაქვს
კოსმეტოლოგიური მომსახურება, როგორც ინიექციური პროცედურები, ასევე გვაქვს კლასიკური კოსმეტოლოგია. ინიექციური პროცედურებსაც შეეხება ხდება ტუჩის აუგმენტაცია, ცხვირტუჩის ნაოჭის შევსება, ცხვირის კორექცია, ყვიმალის მოდელირება, ასევე გვაქვს ნიკაპის მოდელირება, ბოტოქსის ინიექციაც, რა თქმა უნდა, და კლასიკურ კოსმეტოლოგიას რაც შეეხება, ჩვენთან ტარდება კოსმეტოლოგიური წმენდა და ასევე პილინგი. ასევე გვაქვს სტატუს მოშორების პროცედურა, რომელიც საკმაოდ კარგი, თანამედროვე აპარატით კეთდება და არის ძალიან ეფექტური. გაგვცეთ თუ არა სამომავლო გეგმები? გარდა იმისა, რასაც ახლა სთავაზობთ ესთეტიკის ცენტრში, შესაბამისად რაღაცა სიახლეებიც გექნებათ. სიახლეები გვექნება აუცილებლად, რაც ჩვენი ესთეტიკის ცენტრი არსებობს, ესე ვთქვათ, ეტაპობრივად მიყვებით და ვითარდებით. თავიდან დავიწყეთ ერთი კაბინეტი გქონდა, ალექსანდრიტის ლაზერი გქონდა მხოლოდ და კოსმეტოლოგიური კაბინეტი. საკმაოდ მალე მოხდა კოსმეტოლოგიური კაბინეტის დამატება. შემდეგ იყო უკვე პაციენტების მოთხოვნიდან გამომდინარე დიოდური ლაზერის დამატება და სამომავლო გეგმებიც გვაქვს. რა თქმა უნდა, ორიენტირებულები ვართ კიდევ რომ ახალი თანამედროვე აპარატურა გვქონდეს, მეტად ეფექტური იყოს პაციენტებისთვის ჩვენთან ჩატარებული პროცედურა. პირველ რიგში ჩვენ პაციენტების კმაყოფილებაზე ვართ ორიენტირებული. და რა შევაჯამოთ? ორივე ლაზერის შემთხვევაში რას ვერჩევდით პაციენტებს? როგორი მომზადებულები უნდა მოვიდნენ და ძირითადი ის პრინციპები, რაც უნდა გაითვალისწინონ პროცედურების ჩატარების დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რაც შეიძლება ლაზეროთერაპევტისგან გქონდეს პაციენტს, ეს არის თავისი ლაზეროთერაპევტის მიერ გათვალისწინებული რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, პროცედურებს შორის ინტერვალის დაცვა, პირველი რამდენიმე პროცედურა, ასევე მზის სხივებზე მორიდება, რათა პაციენტმა აირიდოს შემდეგი გართულება, რაც არის კანის დამწვრობა და რამდენიმე საათი წყალი არ უნდა მიყაროს პაციენტმა იმ ზონაზე, რა ზონაზეც აქვს პროცედურა ჩატარებული. ანუ და კიდევ არც დავამატებდი, როგორც აღარ აღნიშნეთ, სასურველია არ მოხდეს თვითნებური პაციენტის მხრიდან თვითნებური მექანიკური ჩარევა, ესე ვთქვათ, მექანიკური კანის გაღიზიანება. კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ლაზეროთერაპევტისგან, რაც არის პაციენტზე გაცემული, ეს არის კონკრეტულად იღლის ზონაზე 1 დღის განმავლობაში თუ გაღიზიანება აღენიშნება პაციენტს, დეოდორანტი არ უნდა გამოიყენოს. ხშირად ხდება ხოლმე ჩვენთან პაციენტების მიმართვა, რომ აი თქვა გავღიზიანდა იღლის ზონა და როდესაც ვეკითხებით პაციენტს, ამ შემთხვევაში აქვს გამოყენებული დეოდორანტი და ამის შედეგად მოხდა კანის დაზიანება. ძალიან დიდი მადლობა გოგო, დღეს მომეც საშუალება თქვენთან ესთეტიკის ცენტრში ყოფილიყავი და უფრო ახლოს განვიცნოთ თქვენი თავი, ასევე ეს პროცედურები, რასაც მომხმარებლებს და პაციენტებს თავაზობს, მინდა წარმატებები გისურვოთ, იმიტომ რომ უკვე რაღაცა სიახლეებსაც გეგმავთ თქვენი მიმართულებით, რომ განავითაროთ. უღრმის მადლობას მოგიხდით ჩვენთან სტუმრობისათვის, ესეც სასიამოვნო, ესე ვთქვათ, კომუნიკაციისთვის. ძალიან უხარულები ვართ, რომ იმას პინძლეთ. შემდგომშიც ძალიან ბევრ სიახლეებს შემოგთავაზებთ. მადლობა. მადლობა. რომ დაინტერესდით ჩვენი საქმიანობით და იმედი მაქვს ბევრ კარგ სიახლეს შემოგთავაზებთ სამომავლოდ. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა რომ ისმენთ და გუყურებთ მომავალ შეხვედრას.
გადაცემა მომზადებულია ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.